როგორ მოვაშოროთ ნარევი? ნარევით კვების დასრულების ლოგიკა ზუსტად ისეთივეა, როგორიც ძუძუთი კვებისას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა გაიგოს, როდის აძლევენ მას ნარევს თვის განმავლობაში. თვის განმავლობაში ვტოვებთ ერთ ორ ნარევით კვებას. ამის შემდეგ ვიწყებთ ღამის კვებების შემცირებას. როგორ ვაკეთებთ ამას? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი ბოთლის გარშე შეიძინებდეს, რადგან ხშირად ჩემს პრაქტიკაში ხვდები შემთხვევებს, როცა დედა აძინებს ბავშვს საწოლში, აძლევს ბოთლს და ის მასზე იძინებს. ამის შემდეგ ბავშვები ხშირად იღვიძებენ იმისთვის, რომ ძილი გაიხანგრძლივონ. ისინი არ ჭამენ იმ პორციას, რასაც თვის განმავლობაში შეძლებდნენ. ისინი ცოტას ჭამენ, 60 მილilitrს, ზოგჯერ კი მხოლოდ 30-ს. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ბავშვმა ცოტა წოვა და მაშინვე დაიძინა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შევქმნათ პაუზა, რათა კუჭ-ნაწლავის ტრაქტმა დაისვენოს. ესე იგი, პირველ რიგში, როცა ვაწვენთ ბავშვს ღამის ცილისთვის, ტოვებთ მას ფხიზელ მდგომარეობაში, ვაძლევთ ბოთლს ხელში, ან თუ ბავშვს არ უნდა ხელში ყოფნა, შეგვიძლია დავაწვინოთ მის გვერდით დივანზე ან საწოლზე და ასე ვაჭამოთ, თან ვესაუბროთ მას. ახლა ჭამ, როგორც კურდღელი და დათუნია. ისინი უკვე აღარ წოვენ ბოთლს საწოლში, მე დაგიდებ და დაგეხმარები დაძინებაში. ჩვენ ვარჩევთ დახმარების იმ მეთოდს, რომელსაც ბავშვი სწორად მიიღებს. იმისთვის, რომ დავეხმაროთ, შეგვიძლია შევუჭიროთ ხელები, ფეხები, სხვადასხვა მოძრაობები გავაკეთოთ, შეუბეროთ, ჩავურთოთ მუსიკა, რომ ბავშვმა ყურადღება გადაიტანოს მასზე და ეს არ არის საძინებელი მუსიკა. საერთოდ მეთოდები ბევრია. თქვენ შეძლებთ მაქის შერჩევას. ამაში მჯერა. შემდეგ მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ არიან ბავშვები, რომლებიც გაუგებარ სიტუაციაში მოხვედრისას უცებ იწყებენ თამაშს ან აგრესიას ავლენენ. თუ ბავშვი თამაშობს, მიეცით ცოტა დრო ითამაშოს, მაგრამ არ დაუკავშირდეთ მას. რაც უფრო მეც ესაუბრებით, მით უფრო დიდხანს ითამაშებს. თუ ბავშვი აგრესიულობს, ფეხებს ურტყამს, წიხლავს, გილტყამთ თავში ან თმაზე გეკაჩებათ, ან სხვა რამე აგრესიულს აკეთებს, მიეცით საშუალება, რომ დაიხეთქოს, იყვიროს და ამის შემდეგ ის მიიღებს თქვენს დახმარებას. ის იწყებს დნობას თქვენს ხელებში. როდესაც პატარა იღებს დახმარებას, შემდეგ უბრალოდ ვეძებთ გზებს და ვეხმარებით, რომ ჩაეძინოს. მას ჩაეძინა. ამის შემდეგ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუ პირველი გაღვიძება ხდება 2 საათში, ბოთლს არ ვაძლევთ. არ არის საჭირო ამის გაკეთება. პატარა აქ თვითონ გაუმკლავდება. თქვენ გაუმკლავდით. შემდეგი კვება, როცა ბავშვი გაიღვიძებს, აძლევთ ბოთლს, მაგრამ არა საწოლში, არამედ მაგალითად თქვენს ხელში ან თქვენს საწოლზე. მიეცით და შემდეგ უკვე ბოთლის გარეშე დააწვინეთ საწოლში და ის იძინებს. ანუ თქვენ უნარს აძლევთ. თუ ბავშვს ბევრი ნარევი აქვს, მაგალითად, ყოველ ჯერზე 120 მილilitrს სვამს და გაქვთ რამდენიმე კვება, ყოველ ჯერზე შეამცირეთ 30 მილilitrით 5, 6 ან 7 დღის ინტერვალით. შეამცირეთ 30 მილilitrით. თქვენ ამზადებთ ბავშვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და უნარსაც უყალიბებთ. ის უკვე შეიძლება ბოთლის გარეშე იძინებდეს. როცა მაქსიმუმამდე შეამცირეთ, ანუ 30-დან 60 მილilitrამდე, უკვე შეგვიძლია მოუხსნათ. დიახ, შეიძლება გაბრაზდეს, რომ ბოთლი აღარ არის, მაგრამ დაძინება მაინც შეუძლია, კუჭ-ნაწლავიც უკვე პრინციპში მზადაა. უბრალოდ ცოტა დაეხმარეთ, რომ ეს პატარა შიმშილი გადაიტანოს და ყველაფერი გამოგივათ. 1 წლამდე ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები უკვე ღამით აღარ ჭამენ. ბოთლს აძლევთ ცილის წინ და ან ძალიან ადრე დილით, ან უკვე საუზმეზე გადადიხართ.